ქვეყანა დააქცია რა დაგჭა გასავადგურებელი. ჩვენ რომელი ქვეყანა დავაქცია რა? არა ხო რა თქმა უნდა დავაქცია ხო ბათუმი დავაქცია, სიღნაღი დავაქცია, ჩამოთვალო ერთი. თბილისი დავაქცია, ქუთაისი ხო დავაქცია ხა პარლამენტ დავაქცია თავზე პირდაპირ. რა ქვია რაბათი დავაქციეთ და სვანეთ ხო დავაქციეთ და დავაქციეთ ჩემ მეგობრებს განახმენ ახლა კიდე რაღაცეებზე, მაგრამ რომელიც ჩემწო მაღალმთიანი აჭარა დავაქციეთ, კიდე რები დავაქციეთ, ჩავხედო აქ. გზები ისე დავაქციეთ, შევანალიზოთ რა გახსოვთ რა გზები იყო, სიდედრის ენა გახსოვთ რა მაგარი იყო. გორიდან რომ მოდიოდეთ და აი ესეთ ჩასავარდი რო იყო და სიდედრის ენა რო დავაქციეთ, გავასწორეთ. ქვეყანა ზურაბურდული ქვეყანა დააქცია და დარჩა გასავადგურებელი. ზურა ხო დავაქციეთ რა სიდედის ენა აღარ არის. გაგიყო. გაი დავაქციეთ ხო? გაი შხან მუშაობ ბატონო ზურა ბურდულს. გაი დავაქციეთ ნამდვილად ზუსტად მახსოვს. რუსთავზე თქვით რამე? რუსთავზე მე ვფიქრობ კირკიდაძე მოიგებს და ჩიქოვანიც მოიგებს და ძალიან მაგარი გეგმები აქვს რუსთავზე. რუსთავი არის ძალიან მაღალი ინტელექტის დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი. ჩვენ დავიწყეთ ახლა აი ის მანქანების თემა რომ მოვიყვანოთ, ხო? რუსთავი გახდა დუბაის შემდეგ თავარი პუნქტი მანქანების ვაჭრობის ევრაზიაში. თელ ჩვენ რეგიონში. რუსთავის ამომაჩნდათ მაგარი კომერციული ნიჭი და ტალანტი. რუსთავში დაიწყო ხალხმა დაბრუნება. რუსთავში შედარებით ბევრად არა, მაგრამ გაძვირდა ბინები. ასე რომ ამ ხრივ რუსთავზე მე მაქვს დიდი ხედვები, გეგმები